გურამ ბაბიდაშვილს ალბათ ყველა იცნობს, ცნობილი ქართველი მწვრთნელი, სახელოვანი მწვრთნელი, მრავალი თაობის აღმზრდელი, მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი, ვაწმოსილი სპორტსმენი ბატონი გურამ ბაბიდაშვილი. ბატონო გურამ, დღეს ჩვენმა მაყურებლებმა უკეიცია, რომ დღეს აქ ტარდება შეხვედრა ცნობილი ქართველი მოჭიდავის მეტად კოლორიტული, თქვენ ამას უკეთესად მოგახსენებთ, დურმიშხან ბერვაშვილის სახელობის თასზე. ეს ალბათ ნამდვილი სპორტული ზეიმია დღეს სოფელ ფსაში. თხოვთ რამდენიმე სიტყვით თვით ამ მოჭიდავაზე, რომელიც დღეს უკვე რამდენიმე წელია აღარ არის ჩვენ შორის, მის შესახებ რამდენიმე სიტყვა გითხრათ და დღევანდელ ასპარეზობას. დურმიშხან ბერვაშვილი როგორც პიროვნება ის იყო ლეგენდა. ლეგენდა როგორც მოქალაქე, ერისკაცი. მაგრამ მეორე მხარე ამშვენებდა იმას როგორც სპორტსმენი. ის უყვარდა არა მარტო ქართველი საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, სადაც მას უასპარეზია თავისი დიდი კვალი გაუვლია. ჩვენ გვინდოდა ამ წელში, მაისის თვეში აღვიღნიშნა მისი დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით ესეთივე მასშტაბის ტურნირი, მაგრამ სხვადასხვა გარავის არ ჩადანა. დღეს შევძელით რაიონის ხელმძღვანელობის დახმარებით, რომ მისცემოდა მას ფართო ხასიათი, მოგვეწვია სხვადასხვა რაიონებიდან და აგერ ფაქტის წინაშე ვართ, რომ ჩვენ გვამშვენებს მრავალი სახელოვანი ფალავანი მის საპატივსაცემად. დიდი მადლობა. თუ რომელიმე ეპიზოდს გაიხსენებდით დურმიშხან ბერვაშვილის მონაწილეობით რომელიმე ასპარეზობას, რამაც კვალი დაამჩნია შემდგომ სხვა თაობების და კერძოდ მისი თანასოფლელების ჭიდაობას. მის შესახებ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მე მაინც მინდა რახან მომეცა მის საშუალება, როდესაც ძიუდოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრა იაპონიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის თბილისში. მაშინ მხოლოდ ერთ-ერთი სპორტსმენი იყო დურმიშხან ბერვაშვილი, რომელმაც დაამთავრა შეხვედრა ფრედ. დანარჩენი 5 მოჭიდავემ წააგო სოფთა. რა ახასიათებდა მისი ჭიდაობის სტილს, თუნდაც ამის შესახებ კიდევ რამდენიმე სიტყვა. დურმიშხანი იყო ნამდვილად შეუპოვარი, სწრაფვა ჰქონდა გამარჯვებისადმი, მის არ არსებობდა ტიტულოვანი სპორტსმენთან ჰქონდა კავშირი თუ რიგით მოჭიდავეთან ჰქონდა კავშირი. სულ ერთი იყო, ერთნაირად უდგებოდა და მას ყოფნიდა საიმისო ძალა, გამძლეობა, ნებისყოფა, რომ ყოფილიყო გამარჯვებული ყოველთვის. მომავალში თუ გეგმავთ კიდევ რაიმე ასპარეზობას ამ ასეთი ხასიათის. ასეთი ხასიათის შეჯიბრება გადაინაცვლებს მომდევნო თვის ბოლო შაბათს ხაშურის რაიონ სოფელ ვაყაში. ეს შემდეგ კი ჩატარდება შიდა ქართლის რეგიონის ფინალური შეხვედრა ქალაქ გორში. დიდი მადლობა საუბრისათვის და გისურვებთ რომ წარმატებით ჩაგეტარებინოთ დღევანდელი ასპარეზობა და საინტერესო გამოსვლებს დურმიშხანის სახელობის შეხვედრა. დიდი მადლობა.